არაბული ქალაქის განაშენიანების გეგმის მომზადება დაიწყეს უკვე კრწანისის ტერიტორიაზე. ეს იმიტომ მეგობრებო, რომ ყურადღება მოდუნდა საზოგადოების მხრიდან. ანუ მარტო ჩვენ რო საუბრობთ, ხო? და ვაქტიურებთ, ეგ საკმარისი არ არის. თუ საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, ამის გროსმაისტერი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომ მნიშვნელოვანი თემიდან სხვა რაღაცეებზე გადაგატანინოთ ყურადღება და სხვა რაღაცას გაფიქროთ უბრალოდ და ის რაც არის ქვეყნისთვის მართლა მთავარი პრობლემა, მაგაზე არ იფიქროთ და მე ეს ყველაფერი მან თავისუფლად გააკეთოს. აი სულ ცოტა ხნის წინ არაბები შეშფოთებულები იყვნენ, რა ხდებაო, მანდ პროტესტი არისო და ეგ ინვესტიციას ხელს უშლისო და ესენი ამშვიდებდნენ, გაიგე რომ მოვაგვარებთ მაგ თემასო და კი ბატონო მოაგვარებენ, ანუ ეცდებიან, სუსი, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე ეს მუხტი ჩააცხრონ საზოგადოებაში და ამაზე ან არ იფიქრონ, ან რამე ნიჰილიზმი ჩამოვარდეს ხალხში, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ამისთვის იზამენ ისინი ყველაფერს. ჩვენი გასაკეთებელი კიდე არის ის, რომ ამათ თამაშებს არ უნდა ავყვეთ, ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ქვეყნის მთავარ პრობლემაზე, სხვა პრობლემებთან ერთად, მაგრამ ეს მთავარი პრობლემა, რომ აქ არაბული ქალაქები ჩვენ არ უნდა აგვიშენონ ამათმა, რომ ეს მიგრანტების სხვა რაოდენობას გამოიწვევს ქვეყანაში, აი ამაზე კონცენტრირდეთ, ყურადღება არ მოვადუნოთ, აი ხო ხედავთ უკვე დაიწყეს გეგმის მომზადება და თუ არ რეაქტიურობთ, თუ ვიდეოებს არ ჩაწერთ, ხალხს არ მოუწოდებთ, რომ ამ მავნებლობას აკეთებს ქვეყანაში ჩვენი მთავრობა, მაშინ ისინი მერე შეძლებენ უკვე ამის გაკეთებას და მერე გვიანი იქნება, როცა მიგრანტები აი ქუჩაში დევნას დაგიწყებენ, როგორც ხდება დასავლეთში. ამიტომ გამოფხიზლით ხალხო და ყურადღებით ვიმუშაობთ ისე როგორც მუშაობდით, უფრო მეტადაც, რადგან მხოლოდ ჩვენი პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის იბრძვის ამ თემებს. ამიტომ მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია ჩვენთან და მივაწვეთ ბოლომდე, მიწოლა რო შველის ეს ბევრჯერ ვანახეთ უკვე.